მოკლედ მოგესალმებით ყველას, დაბრუნდი ისევ უკვე ახალი ნაწილით. ხო, სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ წინაზე დავაჭირე Enter-ს რა და აქ რაღაცა სცენა იყო, კაცინივით. რაც სამწუხაროდ გამორჩა და სამწუხაროდ კიდე რო ავირჩიეს chapter-ი, ესე რომ ვთქვათ, ანუ ეგ კაცინი გაქრა და აღარ მოჩვენა, მაგრამ ნუ მე რაც დავინახე რაღაცა წამიერად, იმიტომ რომ გამოვტოვე მე მეც აი ამ ყუთში რაღაცებს ვდებდით. რა არის, არ ვიცი, მაგრამ დიდი ვარაუდით გავიგებთ მაგასაც. ხო, და პასუხებს კიდე რაც შეეხება, როგორც ჩანს, კიდე არ გვშეჯობთ პასუხები იმაზე თუ რა მოხდა წინა 2 ეპიზოდში და რა მოხდება ეხლა, ეგეც არ ვიცი, მაგრამ ნახოთ. ალო, კარგად ხარ? ისე გამოვიყურები თითქოს კუკები ქენიო რა. კარლო ვინ არის? დონთან იმაზე მეტი დრო მოკატარებული ვიდრე თქვენ ყველას ერთადო. მესამე ნაწილს ვიღებ უკვე დღეს და დავდებ მე ნენელა, იმიტომ რომ არც იქით არც აქით. და ამის გამოკლებით დარჩა 8 ეპიზოდი კიდე. და ნახოთ. You had a face like you're being taken for an airing. I don't want Gates thinking we're frails. Where's Gates Sauer Morello anyways? First time Gates pulled in with this. მოკლედ გეითი რატო არის გაბრაზებული დონზეო რა? Big guy himself popped him in the nose as part of their renegotiation. His nose is going to get more. რაღაცა ჩხუბზე ლაპარაკობდნენ მგონი. That's why we're pretending to stick him up. Then he'll go back to his pop and tell a sob story about being robbed at gunpoint. He'll convince his old man that Morello can't protect the merchandise. They'll need to find a new buyer out here, and he's heard of a stand-up guy named Salieri. მოკლედ რაღაც ეხა გეგმოგოს რომ კარგად ვერ ვიგებ, იმიტომ რომ მართლა კათიშვილი ვარ, არ მიძინია და ეგ არის პრობლემა ალბათ. მაგრამ გეტყვით ეხა მოიცა. Then you get to pick holes. So then shut your damn mouth. Whatever helps you sleep. When Morello tracks you down, don't come crying to me. You serious? You actually serious? Fellas, knock it off. ხოლო მოკლედ ესე იგი მივიდივართ ეხა რაღაცა მისიაზე ჩვენ რისი დახმარებითაც უნდა გავაკეთოთ ისე რომ თითქოს აი ვიღაცა კაცს უნდა გავძარცვოთ, ვინც მე მგონი მორელოსთან არის მისული და ვინც მორელოს კაცი არის რა ზოგადად. ხო და მაგას მე რო გაიგებს რომ ვითომ მორელო ვერ იცავს მაგ ადამიანს, იმიტომ რომ ფაქტიურად დღის შუქზე ძარცვავთ ერთ-ერთ მორელოს ადამიანს. მე რომელსაც ვძარცვავთ, ეგ გადაწყვეტს რომ ვითომ რაღაცა ისტორიებიო შეთხზასო. ხო და ის ხალხი, ვინც მორელოსის მუშაობს, დაიწყებენ ახალი კაცის ძებნას, ანუ ახალი დონის ძებნას. და აღმოაჩინენ ჩვენს ბოს სალიერსო. და მე მორელოსთან კი არ იმუშაობენ უკვე, ეგ ადამიანები მუშაობენ ჩვენთან. დაახლოებით ეგეთ რაღაცა გავიგე. Always closes up shop till I'm done. Okay, we're good. Gates waiting up on the top floor. კარგად ვართ და გეიცი გველდება ზემოთო. ეს რა არის? მე კაცი მეგონა რომ მკვდარი იყო, მაგრამ გონი საბურავები არის. აუ არა, რა ლამაზი გარემო არის, რა ლამაზად არის ყველაფერი გაკეთებული. ხო არ გადავალ. ეპიზოდებს კიდე რაც შეეხება, ვეცდები რომ აუ რა ლამაზი. აუ. Only people with cars are people with jobs. 9 to 5, place is deserted. Well, we got jobs and we're here. That kind of a job. წარმოიდგინე აი გარაჟში შედიხარ რომელიმე გარაჟში და ხედავ აი ამდენ კლასიკურ ძალიან მაგარ მანქანას და შენობაც კიდე ესეთი კლასიკური არის. აუ. მოკლედ გეიცი რამე კიდე უნდა ვიცოდეთ? ხოლოდ ისო ცხვირია გადახილია. ჩვენარი ტიპი არისო რა, ჩვენი ტიპი. აი მოდი ჩვენ უკენა ჩავაყენოთ. აბა თუ დავაყენებ. ნუ თლად ვერა, მაგრამ თავარია რომ თეცხაში ვარ და თუ რამე იქნება კიდე მარტივად გამოვიქცევით აქედან. იქეთ უნდა დავაყენო. აუ რა ტყილა მოწოლეს. აი ნუ ჯანდაბას ეს შევაყენოთ. რაც არის? აი, ცხვირი გადახილი აქთან. კარგია, შენ ნახო ბოლო. ნუ იმედია რომ გემონება კარგი გავთ ვისკისაც შეეხება. ნუ მე ექსპერტი არა ვარ, ტომი. იქნებ საწამლავია რომ მას მევეგრევე. ნუ არა უშვებს.
შენი პირველი გადასახადი. თუ დონი გაუწდება, მაშინ კიდე დაგაფინანსებთ. და ყოველი ახალი იქნება უფრო ძვირი და ძვირი და მალე გამდიდრდებითო. ბიზნესის კეთება კარგ ხალხთან კარგია ეს, როგორც დონოსალიარი არისო. ჩემგან მოკითხო გადაეცი და კი რა თქმა უნდა. ეხლა კიდე უნდა დავასრულოთ ეგ ჩვენი გაცვლა. და ეგრისი გასაღები. კიდე ცხვირი გაუდე ხა? It's okay. What? I told you we gotta make it look like a proper robbery. Damn thing's gonna be crooked by the time I'm done with this city. კიდე ცხვირი გაუდე ხეს ამას. ნუ ეს უნდა Then you're gonna be able to pay for a new one. მოკლედ ის უნდა წარმოგვეჩინა ეს გაცვლა რომ თითქოს რეალურად ფურდობა იყო რა. და იმდენ ფულს შევავიო ამის დახმარებითო ახალ ფულს იყიდი საერთოდ. და ეს მეგონი სელიერის ხალხია ხო. კი არა და მორელოს. მაგრა იძებება რა ყველაფერი, მაგრამ კითხვები მიჩნდება ძალიან ბევრი. საიდან იცოდე ნამათმაო? იმიტომ რომ ბევრს ლაპარაკობ შენო. გეიტს ტყვია სროლეს. This ain't as bad as it looks. Now take the booze and get. ისეთი ცუდი არაფერი არა. თქვენ წაიღეთ ეგ დასწრებით და წაით აქედან. ჩემი ბიჭები კიდე აქეთ მოვლენ რა აქეთ. აქო. Carlo, in the cab with me. You know you stead. ალბო შენ ჩემთან მოდი. ტომი შენ შემოწმე არ კიდე ხوار არიანო რა. იმიტომ რომ ჯერ არ მოჩენილა ეს ყველაფერი. არ არის პრობლემა. ცოტა მოიცა მოსნა წავყვე. გააცილე ეს და ფეხით უნდა გავაცილო თუ მანქანით უნდა გავყვე ხა გაიგე. ფეხით უნდა გავაცილოთ, იმიტომ რომ შემოწმეო ესენი უნდა. We got more of them. ტყვიებიც კი არა და მოლოტოვიც არა მაქვს, თორემ მაგას დავწოვდი ხა და ვაფშე ავაფეთქებდი. მოკლედ ეპიზოდებს კიდე 3-ს დავდებ რა, 3 დღეში. ეგრევე არ დავდებ 3 დღეს, იმიტომ რომ მე ვეღარ მოვახერხებ დადებას და მაინც არ მინდა ეგრევე რომ დავდო. და აღარ მქონდეს მე. როგორც ყოველთვის გავაგებრობა არის კიდე ისტორიაში და დიდად ვერ ჩავწვდი რა ხდება აქ. მაგრამ არა უშავს, ნენელა ანუ ზოგჯერ რაღაცებს ვიგებთ რა. ზოგჯერ ვერა. 30 წუთია გვაქვს. ეს რატო გადმოვიდა საერთოდ? აი მალე ხა წამო. რამდენი სართული იყო? ბოლო არის ხო ეს წესით? ხო, ბოლო არის მე მგონი. აუ. თანამაში ვისკი არის ეხა და მე მგონი ცეცხლის თუ გაივლის, წაეკიდება. ნუ პრინციპში ვისკიც რო არ იყოს, ამხელა იმხელა ცეცხლი არის აქ. უნდა ჩავაქროთ და რაღაცა მოძებნით. უი. შიგნით იპოვო შესასვლელიო. რანაირად იპოვო სპაიდერმენი ვარ ხა მე? კაი, რა ვიცი, ზემოდან. აგი. კაი, თუ აქედან მივახცევ იმას. აქ მაინც რა უნდა ხა ამგეს? წესით შევიდე. ხო, ეგ არის, ვსო. აბა. რავი, თუ დიდი ეპიზოდები არ იქნება, შეიძლება ისე ანუ 8 ხო დამჭე ხა მე ამის გამოკლებით. ნენელა შეიძლება რომ აი გადავიღოთ თუნდაც 2 ეპიზოდი თითო ვიდეოში. უფრო მალე დამთავრდება მაშინაც. მაგრამ როგორც გეუბნებით კიდე ამდენი ეპიზოდი ჯერ არ გადამიღი არც ერთ თამაშის. მარტო რო ცხოვრობდი ხა კარგი იქნებოდა რა და მარტივადაც შევძლებდი, მაგრამ სამწუხაროდ ეგეც არ არის. აუ. აი სულ ესე მემართება უკვე მე მგონი მესამეჯერ მომკლეს ესე რომ სადაც არის აი დამალული ვარ და ბოლო ტყვია მაინც მხვდება აი რანაირად არ ვიცი მაგრამ არ ავშვებს ეხლა იმედია რა პრინციპში ის მისია გავიარეთ უკვე ცეცხლ უნდა ჩაგვიქრო და წესით კაკრეს დამაწყებებს მაქიდან ან მაგას როზე გავცდი მე ხო ეგ არის ან კიდე ვინ უთხრა ამათ აი პოლს უთხრას მე მგონი რომ შენ პირსოლა შერეფო და შენი ბრალი არის როცა მოვიდნენო და დავიჯერო მართლა პოლის ბრალია და ყველას მოადო რომ აქ რაღაცა შეკრება ქონდა
არა, აი მაფიოზური ზმანები როაციოთ მართლა მაგარი არის. ქუდი რო ახურია თან და ეგეთები. საწავიდა ეს, აგი. სხვადასხვა აი ესეთი თამაშების გამო და კიდე რაღაცა ფილმების გამო მე რო დავაკვირდი გოგოები მე მგონი ძალიან ესე ვთქვათ სტერეოტიპულად უყურებენ იტალიას. ნუ ესე გავიც რომ იტალია არა, მაგრამ ესენი ხო იტალიელები არიან თორსები წარმოშობით, მაგრამ ისე დაბადებული არიან ამერიკაში და მაგიტო რაღაცა პრინციპში აქცენტი როგორ აქვს არც ეგ არ ვიცი, მაგრამ მაგას რომ მნიშვნელობა აქვს, ანუ უყურებენ ეგრევე სტერეოტიპულად. მოკლედ მანქანა აიღე და ჩემს ზურგს უკან უყურეო რა, თუ ვიღაცა გავამაგიდებო. და რაც შეეხება სტერეოტიპებს, მე მგონი გოგოებს, ანუ ქართველებს მით უმეტეს გონია, რომ ყველა იტალიელი მაფიოზია. მოკლედ მორელომ როგორ გაიგო, რომ ჩვენ მანდ ვიყავითო და მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ეხლა წავიდეთო და სადაც რომ არ მოკვდეთო. პოლიცია კიდე წინ მიდის. ამა რა გააკეთე, ეხლა გადმომიხდა წინ ტიპი. რა შვები, აფეთქ. მე შემიძლია სრულ არა და ვაჭერდი, მაგრამ არის სროდა. და მაგიტო მიკვირს, რომ ამან ვერაფერი ვერ იქნა საერთოდ და ეს კიდე აფეთქეს ეს მანქანა. ნუ ერთი ჩამოვიშორეთ. უკან კიდე მგონი სამი მოგწევს. ერთია, მაგრამ ჯობია რომ ეს ჩამოვიშოროთ ეხლა წინა ჩვენ. ეგრე. არა. ტომიგანი ხო შეიძლება რომ კონდეს, მაგრამ ნუ პრინციპში ხა საჭესთან რო არის, მაგიტო შეიძლება ცოტა რთული საკითხია და მოკლავენ მესენი აქ. მოკლედ რა. როგორ ვერ ვიტან აი ვიდეოში მით უმეტეს და მინდა რომ ეს ნაწილები საერთოდ ამოვჭრა, მაგრამ არა უშოს. იმედია რომ ხიდს რო გადავწვდი, მაქედან დავიწყებ და კიდე სულ უკნიდან ხო არ გადავალ. All kinds of beefers in this city. For now, let's get the booze back to the warehouse and try not to die. ნუ საწყობში წავიღოთო ეხა ჩვენ ეს და ვეცადოთ რომ არ მოვკვდეთო, რაც კიდე რთული საქმე არის როგორ ჩანს. ნუ ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცოდი რომ სრულად შემეძლო. Okay. Let's slow them down some. სასაცილო ისაა რომ პოლიცია ეგრე გარბის და არც ხმა ესმის ამ სროლის არაფერი. მიდის რა აწובה მისეს. ძმა წინ ესროლე იმას, აი ნახე, აი აგე. ძალიან ჩამოვშოვდით ესე რომ თქვა და ძალიან სულად აქვს საქმე კიდე იმ მანქანასაც. ან დავიჯერო ვისკი, არა ვიცი ცხრიარე კიდება ან რაღაცა მსგავსი, მეგონა რომ ეგრე იქნებოდა. აი ეს ჩამოვიშორეთ. ეხლა მთავარი არის რომ ამათმა აი ესე არ გადამიჭრან გზა და არ დავეტაგო. იმიტომ რომ წინაზე მაგიტო წავაგენ, რეალურად არ მოვკვდა და არაფეთქებულო, უბრალოდ გზა გადამიჭრეს და მე ეს ვისკიანი მანქანა ეს როგორ გაიქცა რა ჩვენიანები წავიდნენ. ეხლა არ მითხრა რომ პოლიცია ჩვენ გვესვრის და რა უკნა ტიპმა. ნუ სემი აქეთ მიდისო და მაშინ ჩვენც აქეთმა წავიდეთ რა. ოჰო. სემი გიჟია რა და ტარება არის ისო სემაო რო გითხო მაგას. წესით ეხა არც ვერც პოლიცია ვერ მოვა აქ და ვერც ის ქურდები. და კიდე მოვიდნენ. საიდან გაჩნდნენ აქ არ ვიცი, მაგრამ ეგრე. და რამე უნდა უქნათ ეხა ან მანქანა პრინციპში მანქანას ვერ შევიცვლით, მაგრამ ანუ ისე უნდა მოვიქცეთ რომ აი რაღაცა ჩიხში დავიმალოთ და მე როგორმე ეგ ტვირთი გადავალაგოთ ხო მანქანაში რომ რა ეხა მე ისე ლაპარაკობ თვითონ რეალურად ხდება ეს ამბავი და მართლა თავს ვიცავ ან ვიზღვევ, მაგრამ მაინც ნუ უფრო რეალისტური იქნებოდა ეგრე, მაგრამ თამაში არის და ეხა ძალიან დიდ დროს წაიღებდა და მე მგონი ესე ჯობია. Thank Christ for that. Let's head home. See what we got. ნუ მოკლედ გადავალაგებდით მაგას სხვა მანქანაში და მე სახში მევიდანით აი უსაფრთხოდ. Yeah. So tonight, me and you are gonna drink a bunch of it. დღეს ძალიან ბევრს დავლებთო. აბა. მე შევდივარ შიგნით. ეგარი. აბა. დონ სალიერ, რა სიტყვი? Looks like a 38.
Morello's boys caught up with you? 38-იანს გავსო და მორელები მოვიდნო? ხო, მაგრამ ეგ არაფერია. კენტაკი ბავშვი ასაშიო. ხარში მოარტყესო, მაგრამ ეგ არაფერი გადარჩევა რა. Getting shot will give Gates and his pop another reason to ice Morello out of the whiskey business. ნუ ცხვირში ხო დავარტყით და რაღაცა მიზეზი ხო იყო ეგ იმისათვის რომ მორელოს მოშორებოდა ის და როეს როლოსო ხა კიდე უფრო დიდი მიზეზი ექნებაო. რომ მოშორდესო იმ მორელოსო რა და ბიზნესი იმასთან არ გააკეთოსო. მოდი აბა გავსინჯაო. გასინჯა და ძალიან კარგი არისო. კარგი სამსახურია. ვამოყობთ თქვენით. Saludo. გაგვიმარჯოს. მე მგონი ეს მისიავსო, ესეთი პატარა იყო? ხო, ნუ რაღაც ეგეთი პატარა მისია იყო, მოდი ერთი კიდევ ვცადოთ. ნუ სხვა მისია უფრო სწორედ. ინტერმეზო. სალიერი მზად იყო რომ მისი კარგად ექნა რაღაცა. მოდი ამას მოვისმენ და მე თუ რაღაცას გავიგებ მოვყვები. And a bootlegging business got knocked on its ass. Oh, that fighting over booze meant next to nothing. It took us a few years to recover. But when we did bounce back, boy, it was something. მაგ ღვინის გამო ძალიან ბევრი ჭხუბი იყო და წლები დაგვჭირდა რომ აღვედგინაო რა ჩვენი ცხოვრებაო. მაგრამ რო წაღვედგინეთ უკვე კაი რაღაცა ხდებოდა. We branched out into everything except peddling dope. By 35, things were looking up. We had good money rolling. ყველგან გავიშალეთ რა, ყველა რესტორანში ვიყავითო, ყველა შენობაშიო და ასე შემდეგო. 1935 წლისთვის უკვე კარგი მდგომარეობაში ვიყავითო. მეც კიდე ოჯახის მხრივ კარგი ურთიერთობა მქონდა რა ყველაფერთანო, მაგრამ Samso Yeah. That was it. And Salieri, he finally starts talking about getting out of Morello's shadow. Salieri კიდე ბოლო-ბოლო ლაპარაკობდა რომ ჭრილში აღარ ყოფილიყო მორელოსთან რა და ვითომ Salier's გადაიხადაო პოლიტიკოსებისთვის და ასე პოლიციელებისთვის როგორც მორელო უხდი და პოლიციელებსო. და ჩვენს ყოლოდაო რა პოლიციელი კაცები და ასევე პოლიტიკოსებიცო. Maybe. Why? Well, a few years back, a voice squad got a judge on solicitation of a minor. Once in the box, he started confessing all sorts of misbehaving, trying to get a deal. But he copped to taking kickbacks from Morello and your man Salieri. Playing him off one another, trying to goose the take. But once Morello found out, he threatened to bury the judge's kids on the beach. Still breathing, of course. Christ. That was the missing piece. How's that? მოკლედ მორელომო რაღაცა ბავშვები მოკლაო. Did anything that might start an all-out war. Learning Salieri was building his own bench must have finally tipped his scales, because in 35, he hit us with both barrels. მოკლედ მორელომო თუ არ ვსწრები ვიღაცა ბავშვებიო, ფაქტობრივად დამარხაო ცოცხალიო და მე ტომა თქვა რომ დიდი ვარაუდით ეგ იყო სწორედ ის ნაწილი, რასაც ის ნაწილიო, რაც ჩვენ გამოგრჩაო. რა ნაწილიო და დონის იმპაქტმა რომ დონი უფრო გამდიდრდაო და დონს უფრო კარგი მდგომარეობა ჰქონდა, ანუ Salier's ამას მორელო გააგიჟაო სულ მაგანო. და 1934-ში უკვე სერიოზულად წამოვიდა ჩვენკენო ეგ მორელო. იარაღი გაქოვდა კიო? ფიქრობ დავგვჭირდება? ნუ ავიცი. მორელოსთან ყველაფერი კარგად არის, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში გქონდესო რა. ესე იგი კაი მდგომარეობა წაუვიდა რა ჩვენს ბოს Salier's. ძალიან დიდი ხანი ქონდა ცუდი მდგომარეობა, მაგრამ ეხა ამ წლების მერე როგორც ჩანს კარგად წავიდა ყველაფერი და მორელოს ძალიან შეშურდა. და ვიღაცები მოკლა. ბიზნესი როგორ არისო? კარგათო. ბიზნესი მეც ვიცი, წიგნებს ხედავ. მაგრამ რაც მოხდა. ეს რა მანქანა ეს როგორი რაღაც? ოიმე. რა მოვკალი. And I like dealing with all these big shots we got on the pad. Anything's better than those grifters trying to shift their hooch before the 21st went through. This is only the start of it, Tom. I got plans. Plenty of good people lining up for a slice. ნუ დიდ ბიჭებთან უფრო მომწონსო, მე რა კონტაქტიო და არა ვიღაცა მათხოვრებთან ტომენ თქვა და ნუ ეგ ჯერჯერობით დასაწყისი არისო. მალე უფრო კარგ ბიჭებთან მოგვიწევს ჩვენ ურთიერთობაო. რა ოცნაური მანქანა ეს რა არის? რაღაცა თითქოს მილიონერის მანქანას გავს და დონის, მაგრამ თან კიდე არ გავს.
თან თორქი აქვს ძალიან მაგარი და კარგად ვაიმე ეს რა შვება. წყლის მანქანა. კარგი უნდა იყოს შენთვის. ცოტა ხანი პოლისგან რომ მოშორებული ხარო? ნუ დიალოგი უფრო უკეთესი არისო შენთანო. მე სამი და პოლი ჩვენ მაინც ახლოს ავარდეთ მაინთან. ბევრი რაღაცა გამოვიარეთ ერთად რა და ნუ ვიციო. დონ მოუთხრა. პეპეს რესტორანში მივდივართ ახლა. და ეს არის მორელოს ქუჩისკენ. იმიტომ რომ ხიდის იგეთ ნუ მორელო არის უფრო პოპულარული. მე მგონი ეპიზოდი კიდე ძალიან დიდი გამონდის, მაგრამ არა უშავს ახლა შუა გზაში არ მინდა რომ გავაჩერდო თუ გამოვა 1 საათიანი ეს ეპიზოდი, მაშინ გამოვიდეს რაც არის. როცა იქნება და მექნება დრო, მე დავაიდებ და როგორმე კიდე მოვჩები. და ეხლა თუ ორსები მესამე ნაწილს გავდივართ, ანუ ამის ჩათვლით ესე რომ ვთქვათ, დარჩა 5 ნაწილი ან მე მგონი 5 ან რაღაც 6 ნაწილი, უფრო 5. ანუ ის 3-2 ეპიზოდი, ეს მესამე არის ხა, მაგრამ 2 ეპიზოდი ძალიან პატარა იყო და მალე გავიარეთ. ეგ არის, მოვიდით. აქ ხა ვისთან მოვიდით არ ვიცი. პეპესთან კი წერია, პეპეს რესტორანიო, მაგრამ მორელოსთან შეხვედრა გვაქვს რამე? თელი კვირა მოსოლოდიო. როდის გასინჯავ კასატასო. აუ რა კაი ფოტო იყო ეგეც და ვერ მოვასწარე სტიმისთვის. You're going to love this wine. It's a მოგეწონება ეს ღვინო. Don Salieri. Don Salieri. მოგესალმები. Good to see you, Pepe. Hey, come. Our guest has arrived, eh? აბა, მოვიდა ჩვენი სტუმარი. მენიუმში რა გაქვს? She would be so დედა ჩემიო. Excelente, bravo, bravo. Molto bene. Oh, let me get you a chair for you. ნუ მართლა ეგრე კი უთქია, მაგრამ Sì, please. And to drink a Chianti. რომ დალიო კიანტი შენთვის ვინახავდი ამასო. მადლობა. მე მგონი ეგრე არის. მოიცე, ტომი რო შემოვიდა აქ მოჩვენება არის თუ რა? მე არ ვსვამ. კიდე კაი ყურადღება მიაქცია ეს ტონისაც. ტომის. I'm glad you're off the rough, Tom. კარგია რომ მოხვედიო რა. სარა დამაშინია რომ დამტოვებდო თუ არ ვატარებდიო. No. I put her up to it. გითხრაო და არაო. Drunkards get sloppy, Tom. მე უთხარი იმასო. I didn't want you to make a mistake we couldn't live with. მოგე რაღაცა ტერმებს იყენებენ აქ, ალბათ ძველი ტერმინები არის რაღაცები და მაფიის ტერმინები, რასაც ზოგჯერ ვერ ვიგებ, მაგრამ The meal is a masterpiece as always. ძალიან კარგი არის როგორც ყოველთვის. Molto grazie, Don დიდი მადლობა Don Salieri. From such a gourmet as you, it filled me თქვენგან with joy. შექება Wouldn't call me a gourmet if ძალიან you know კარგი what არის. I had for supper. აი მოვიდნენ ესენი. მორელოს ხალხი. მოკლედ მე მგონი სარამ უთხარო არ დალიო და მაგიტო არ დალია. What the hell? Morello! რა ხდებაო და მორელო? Bastard could have at least let me finish my wine. იქნება ეცადა რომ დამელიაო ეს ღვინო მაინცო. Hey, Salieri! ესეც კაი ფოტოა ეს. Come out of there and we'll make this quick. სალიერი გამოდი და მალე მოვაგვარებთ ყველაფერსო. ბიჭო, საიდან იციან? ანუ ამდენი ინფორმაცია საიდან აქვთ? Shit, watch out! ძალიან ლამაზი გრაფიკაა და ძალიან ლამაზი დაგაკეთებული. ხო, აუ, ნახე რა ლამაზია. ანუ სულ აქვთ ინფორმაცია თითო ფეხის ნაბიჯს რო გადავადგამთ, ყველაფერი იციან. სადა ვართ, როგორ ვართ, რა ბიზნესი გვაქვს და შემდეგ. We aren't going out the front door. წინა კარებიდან ვერ გავართ. მოძრაობა შეგიძლია და სწრაფად ვერა. We're gonna ambush these boys. შეუტიოთო. I'll keep them entertained while you slip out the back and circle around. You sure, boss? მოკლედ მე გავართობ რა მოთო და შენ კიდე უკიდან წადიო. არც ერთი არ წავა სახში მაგეთანო. კარგი ბოსს ფრთხილად იყავი. Just be quick about it. ოღონ მალეკენიო. ნუ ეშინი ხა ამას თქმა უნდა რომ არ მოკლან რა. წადი ადამიანო რა გაეკვეხე. უი სნაიპერი ვარ, გეუნებით სნაიპერი ვარ. ტომეგანი ავიღოთ უცებ.
ამას კიდე პისტოლეტი ჯობია. უი. გეუნები სნაიპერი ვარ. მოდი ვიყოთ უცებ ჰილი გვინდა. ეგ არის. ძალიან კაი. ჰილზე გამახსენდა ესე. ჰილზე არ ვიცი რა გამახსენდა, მაგრამ მაინც. რატომღაც God of War-ი, Ghost of Tsushima და ეგეთი თამაშები PlayStation-მა Steam-დან აიღო. არა და როგორ მინდოდა რომ ეგ თამაშები მეთამაშე როდესმე და ან ვიდეო გადამეღო ან რაღაც ეგეთი, მაგრამ PlayStation-მა სამწუხაროდ აიღო. ანუ იქიდან გამომდინარე რომ ვითომ PC-ს არ შეუძლია დაკავშირება ინტერნეტ ხაზებთან, ანუ PlayStation-ის ინტერნეტ ხაზებთან, ამოიღეს ეგ თამაშები. და მხოლოდ აგრძელული არ არის მეგონი 20 ქვეყანაში, დანარჩენ ქვეყანაში ეგ თამაშები არ თამაშდება. და ეგ არის ძალიან სისულელე. მით უმეტეს God of War-ი ხა ინტერნეტი და ონლაინ თამაში სულ არ არის და რა სისულელე გააკეთეს რომ ამოიღეს Steam-დან. არ და კიდევ ვაპირებდი. საიტებიდან შეიძლება მაგ თამაშების ყიდვა, მაგრამ ისეთი რაღაცა თქვა ხალხმა, რომ თუ ესე იგი PlayStation-ი გაიგებს იმას, რომ შენ ქვეყანაში ეგ თამაშები აგრძელული არის და არ შეიძლება რომ იყიდო Steam-ზე და მაინც იყიდეს რაღაციდან, მაშინ შენს Steam-ს ბანს დაადებენო. ეს იყურებს შეხედო ამბიციო, გადაარჩინე ჩემს სიზონს. პოლიციელები აქ მალე იქნებიანო, მაგრამ მე ჭირდებაო რა ცოტა დრო. Not the bar. We're going to see Carlo. Carlo უნდა ნახოთ. მაგნა ბიჭორმა იცოდა მე სადაც მიდიოდიო და დიდი ვაროდით კარლომ ჩამიშაო. მე მარტო არა ჩვენო, შეიძლება შენს მკვდარი ყავე. გამოერთი კალოქთან ნახოთ მაგასაც თქმელი დააქვსო. კარლო ესე იგი წინაზე კი ვნახე, მაგრამ მიაჭირიო რა გათხარეო გაზიო. მოკლედ კარლოზე კი ლაპარაკობდნენ წინაზე და კიდე გვერდში მედგა, მაგრამ სახეზე არ დამინახია. კარლო უნდა ყოფილიყო უეჭველიო, ხო? დედამისი უკვე უფრო არისო და ეხა კიდე სულ მარტოს გახდისო დედამისო. იმიტომ რომ ალბათ მოკვილდა მუქრება კარლოს. იცი რა, მიხარია რომ ეს მოხდა. იმიტომ რომ ერთ ვირთხას კიდე ჩავაძაღლებთ, როგორც თუმ ფრენკი ჩააძაღლეს, მაგრამ ფრენკი არ ვიცი კიდე გონებით მოგდა თუ არა. ადამიანი მოიყვანეო, ოჯახში მიიღეო. ყველაფერი გაუკეთე კარგიო და ესე გიხრის მადლობასო. თუ ეს გააკეთა, მაშინ რამდენი რაღაცა იქნება მაგას განაკეთებიო, ანუ რამდენჯერ შეიძლება მაგას ჩაეშვიო შენ ფერმაშიო, ბიზნესს რო აკეთებდიო, ხალხი რომ მოვიდა შეიძლება სულ ეგ იშვებდაო რა და ეგ იყო ვირთხაო რეალო და არა ფრენკი. მაგრამ ფრენკმაც ჩაგვიშვა რა. ის ვერ გამიგია მე ეგ ცოცხალია თუ არა, მაგრამ ხვდებით. ბოსატო მე გამიშვი რა შეიძლება გველოდებოდესო. პირველი და ბოლო იქნება ჩემი სახე რასაც ნახავს ისო. აუ ეს ხალთან ერთად არის. რა ხდება? აუ ამაზე მოიცა რა გამახსენდა. აი რო შემოვარდე ხა დონი და რო დაინახა რომ ამის პროცესში იყო გამახსენდა აი ეს ვიდეო მოიცა თუ გაიგონებთ ხა აი ლუგია რასაგეთე ვაღა აი ვაკადე აი რასაგეთე ვინ აი აგე უაიე რასაგეთე აი ატუ არ მასი რასაგეთე მოგიზაშე რასაგეთე აი ადი აი ვიტარასტე მეჭი რა დავიცა ხევი ოი უნდა სერიოზული საკითხი არის, ხედავ სერიოზულ თემაზე მიდის ჩხუბი, მაგრამ რატო არ დამიძახე? ჩქარი არისო რა, დიდი კაცისთვის და არა, გაიქცა მაინც. ეს რა თვია, რეიტუზია თუ რანარი ნასკებია? მუხლებს ეგ რაღაც. აჰ, ეს ძალიან კაი იყო. მოდი. მოდი კარლო აქეთ. თუ იყო ვერ დამიძახე, საგარბი ხარ ეხა. ფული მქონდა და ყველაფერი, მაგრამ მარტო უნდა ხედავ შენ. ტომი, აგიხსნიო რა, არ გაიქციო. დაფიქსდი ტომ, გთხოვ. ფეხში რო ესრულო არა?
ბოს დაველა ბოს მაგცემოდა ეხლა კიდე ლაპარაკი გინდა მაგას და უნდა იცოდე მორელო მამაჩემს დედაჩემს მოკლავდაო უნდა მექნაო დამაძალესო რა Is he still alive? კიდე სოცხალიაო? I'm not sure. დარწმუნებული არა ვარ. უი. არა ბიჭო, ესეც სიცოცხლიანი არის, ხორღადაო. მაგრამ პრინციპში არც ვამდყუნებ ესე ვთქვით, იმიტომ რომ მოსაკლავად გაიმეტა მეც და დონიც. და კიდე იმდენი ხალხი დაიხოცა ამის გამო. დონ, შენი წესი გაუწდება, შენ ხო თქვი რომ თავში ორი ტყვია უეჭველიო. Hey, Sergio, how are you? Keeping out of trouble? Sure. აბა რა ხდებაო? Who's this? ეს ვინ არის? Wait a minute. მოიცა. Is that Gordy? ეს გორდია? It is. ესა გორდი, როგორ ხარ? hardly recognized you. ძლივსკისანი. What do you do? რა ქნა? ეს მორელო. Trouble down at the docks, right? Yeah. გემებთან გქონდა რაღაცა პრობლემა, ხო? ნუ ხო, მაგრამ მაგას მივხვდებოდი მეც, მაგრამ მიხედავდიო. როგორც ჩანს, ეს ბიჭი გეგმავდაო რაღაცა ცუცო რა, რომ ნუ გაქცევა უნდაო რა ბიზნესისგან ამასო. და გადავწყვიტე, რომ გაერთიანება ცოტა ლიდერი შეცვლა უნდაო. და შენთან შენას ფიქრობო. თანახმოვარო. სხვა რაღაცაზე რას ფიქრობო? ამიტომ ვარო მე აქ. Salieri's still alive. Salieri კიდე ცოცხალია. მორელო გაგვიბრაზდა. მაგრამ გორდი მაინც ორი გავიგე რომელი იყო აქ. რა მოხდა? I don't know yet. ანუ არ ვიცი ჯერ. Crew we sent is dead. Restaurants all shot to hell. ნუ რესტორანი დაიხურა, ხალხი კიდე ყველა დახოცილი არის. გაჩვენდი ნუტირი ხარო. იმ ბიჭზე რა სიტყვიო? თორმო რო გალახა რა. რა სიტყვი და სახე ქონდაო, გახეთქილიო რა. ეთყობა სალიერმა გაიგო რომ ის ბრალი იყო. ჩემი თავის არ მესმისო და გაჩვენდიო. აუ ანიმაციები და ყველაფერი კარგად დაგაკეთებული ფიზიკა. ჩვენ ომში ვიყავით. პოპეს იგდილის მერეო. What do you want me to do? მე რა გინდა რომ გავაკეთო? Make it round. Little boys keep their eyes peeled and their powder dry. Okay. Put the word out. Make your rounds, ანუ ეგეთი გამოთქმები რაღაც და ესეთი არის. Just keep your head down. You too. Down. ხილად იყავიო რა და შენ წოდონ მორელო. ნუ ეგ არის ბონაპეტიტ, როგორი ბონაპეტიტი იყო ეგ არ ვიცი, მაგრამ რაც იყო რა. მოკლედ, დიდი ვიდეო გამოვიდა, მაგრამ იმედია რომ ბოლოს მაინც დაიხალესეთ და ეგ იყო და ეგ რა. ეხლა კიდე წავედი, წარმოდები ყველას, ეს თამაში ალბათ მომდენო კვირას უკვე მორჩება და იქნება ძალიან კარგი. წარმოდები ყველას და დროებით.